ფილმშვიდობის თქვენ უყურებთ მოამბე საცაზე სტუდიაში თამარ ფიროსმანიშვილი მუშაობს ამ წუთებში დედაქალაქის მერიაში ბრიფინგი იწყება განცხადებას კახა კალაძე აკეთებს რასაც პირდაპირ ეთერში გთავაზობს მათ ახლობლებს ნათესავებს სრულიად საქართველოს მართლაც ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, თუმცა სამწუხაროდ გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერ დავიბრუნებთ. ამ ფაქტმა ნამდვილად მთელი საზოგადოება შეძრა. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებულთა დახმარების სურვილი. 2 დღის განმავლობაში არ წყდება ზარები, შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ უბრალო ჩვენი მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს მზადყოფნას დაეხმარონ დაზარალებულ ადამიანებს სხვადასხვა ფორმით. ზოგი საკუთარი საცხოვრებელი ფართით, ზოგი საკვებით და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მათგანს სოლიდარობისთვის და მართლა ძალიან ნიშნულოვანია ეს თანადგომა ასეთ რთულ მომენტში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო სასტუმროების შაინი, ტეხასი, რუსთაველი 36-ის ფლობელებს იმ თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც ამ ადამიანებმა გამოიჩინეს სრულიად უსასყიდლო ყოველგვარი გადასახადების გარეშე განათავსეს დაზარალებული 75 ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის. თუმცა სამწუხაროდ ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო თუ პოლიტიკური მოტივით, მე უფრო ორივე მგონია არაკვალიფიციურობას და პოლიტიკური მოტივით, ცდილობენ სრულ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას. აქვთ მცდელობა დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ამ ადამიანებს არ მივცემთ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, მათი მცდელობა რომ მიაწოდონ სრულ ინფორმაციები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე. მაგალითად, გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, ეს სიახლე არ არის, ძირითადად ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, ვიცით ჩვენ არაერთხელ გამოგვიჭერია ტყუილებში. გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ რაღაც გაუგებარ ვითომდა კორუფციულ სქემას. თითქოს შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობს ადამიანები, ეს არის რაღაც კორუფციული სქემა თითქოს. მე მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვან თემას გაუსვა ხაზი. პირველი, სრული პასუხისგებლობით ვაცხადებთ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება მოქმედი კანონმდებლობით არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან. მე მინდა ახსნა ზოგადად, როგორ ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება. არქიტექტურის სამსახური, რომელიც გაცემს სამშენებლო ნებართვას, შემდეგ, როდესაც დასრულდება იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დამთავრებული შენობა-ნაგებობა, რამდენად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს და ასე ხდება მიღება ექსპლუატაციაში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შენობას, სადაც სამწუხაროდ აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები, ეს ხარვეზები გამოსწორებული იქნა და შემოაბრუნეს ისევ მერიაში წერილი და რამოდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობა. მეორე, რაც მნიშვნელოვანია და ხაზი მინდა გაუსვა, ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება
მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. და ეს, რა თქმა უნდა, როგორც ელექტროენერგიის შეყვანა, ასევე ბუნებრივი აირის, ეს არის ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული. რაც შეეხება თვითონ კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობებში ცხოვრების უფლებას, მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ კანონი, საქართველოს კანონი არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ 2006 წელს. ეს ამას მოგაწვდით მერე და დეტალურად არის აქ ყველაფერი. ამ კანონში 2006 წელს იყო მეხუთე მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად, იყო ჩამოწერილი მთელი რიგი ჯარიმები. ანუ კანონით იყო აკრძალული, შეუძლებელი იყო იმ შენობა ნაგებობებში შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში. ეხლა იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გამოდის და რაღაც სრულ ბრალდებებით ცდილობს პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს განახორციელეს სრულება და ზუსტად ეს მეხუთე მუხლი საერთოდ ამოიღეს კანონიდან. ანუ დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ეს გააკეთა, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც არის ზუსტად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი პარტია. და დღეს ჩვენ გვდებს ბრალს, თითქოს ეს არის რაღაც კორუფციული სქემა, რომელიც არის კანონით განსაზღვრული და რა თქმა უნდა ჩვენ მოქმედებთ კანონის ფარგლებში. თუმცა ამ ხნის განმავლობაში, ამდენი წლის განმავლობაში, რაც ეს სრულება განხორციელდა, ჩვენ უკვე რეალურად ხედავთ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან გვყავს 10,000-ობით ოჯახი. 1000-ობით შენობა ნაგებობები, რომლებიც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში და იქ ჩვეულებრივად წლების განმავლობაში ცხოვრობს ადამიანები. ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ ამ ცვლილებამ, რომელიც ზუსტად ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელა და ბევრი უამრავი რეგულაციები აქვს ამოღებული და შედეგი გვაქვს სახეზე, აი ჩემი მერიიდან კარგად ჩანს, აი ამ სართულიდან გადავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ, რა მდგომარეობაშია დედაქალაქი და ზუსტად ეს არის დამსახურება ნაციონალური მოძრაობის, რომ ზუსტად გააუქმეს ის რეგულაციები, ამოიღეს კანონმდებლობიდან ის ნიშნულოვანი შემაფერხებელი რეგულაციები, რომელიც იყო განსაზღვრული, რომ აი ეს ქაოტური განაშენიანება და ეს პრობლემები, რასაც დღეს ვებრძვით ყველა ერთად, არ მომხდარიყო. ჩვენს პირობებში რეგულაციები ნიშნულოვნად გამკაცრდა, ჩვენ როგორც კი მოვედით დედაქალაქის მთავრობაში, დავიწყეთ გარკვეული ცვლილებების განხორციელება და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ თუ რა ცვლილებები განხორციელდა და ეს რა თქმა უნდა დასრულებული არ არის, პროცესი გრძელდება, კიდევ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების გადაგზავნილი იქნება პარლამენტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ აი ეს ყველაფერი მძიმე წარსულის შედეგები თავიდან ავიცილოთ, აღარ გაგრძელდეს ეს ყველაფერი. ესე იგი, ცვლილებები რაც ჩვენ განვახორციელეთ, 10 ჯერ გაიზარდა ჯარიმა შეჩერებული მშენებლობების უნებართვოდ გაგრძელებაზე, 50,000 გახდა, 2.5 ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე, 25,000 გახდა, 4 ჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე, 15,000 გახდა, სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე გაიზარდა 10 ჯერ, 30,000 გახდა. ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, მისი რესურსი ორჯერ გაიზარდა, დღეისთვის 300 ადამიანისგან შედგება, რომლებიც სამშენებლო დარღვევებზე რეაგირებენ. ასევე ჩვენ დაგვემატა ხმაურის რეგულირება და მოწესრიგება, ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად მუშაობთ. აღნიშნულ დარღვევებზე ეს ცვლილებები, რაც განვახორციელეთ, 2018 წლის განმავლობაში გამოწერილი იქნა 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა.
ეს იყო თბილისის მერის განცხადება. კახა კალაძემ საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლის წესებზე ისაუბრა და იმ ადამიანებს უპასუხა, ვინც თბილისის მერის განმარტებით დიდი ღომში მომხდარ ტრაგედიაში სწორედ დედაქალაქის მერიას ადანაშაულებს. მომბე 10 საათზე ამი დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის.